დილამშვიდობისა, რადიო იმედს უსმენთ FM 105-სა და 9-ზე და ახლა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენი რადიო მსმენელებისთვის. პირდაპირ ეთერში სატელეფონო ხაზზე უნდა დავუკავშირდეთ არც მეტი არც ნაკლები ვენეციას. რატომ? იმიტომ რომ სულ მალე, სულ რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება ვენეციის 61-ე ბიენალე და 61 უკვე თავისთავად გვაძლევს გარანტიას იმისა, რომ ეს ისტორიული და ტრადიციული ხელოვნების ზეიმი 61 წელია ტარდება ვენეციაში და ვენეციის ნამდვილი სავიზიტო ბარათი არის, რა თქმა უნდა, და წელს 2026 წელს არის მზადება იმისა თუ როგორი იქნება წლევანდელი მესიჯი მთელი მსოფლიოს სახელოვნებო სპექტრიდან, ასე ვთქვათ, და რა თქმა უნდა, საქართველოც არის ამ ავანგარდში, საქართველოს აქვს თავისი პავილიონი მოწყობილი და ძალიან საინტერესო კონცეფცია, რომელიც წელს შეადგინა საქართველომ. კონცეფცია ასე არის წარმოდგენილი, ზუსტად წავიკითხავ და გავიმეორებ, თანამედროვე არგონავტები, ქართული გზაჯვარედინები. რას გულისხმობს ეს სათაური, რა დახვდება მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩასულ დამთვალიერებელს და იმ პროფესიონალურ თვალსაც, რომელიც ვენეციის ბიენალეს მუდმივად ესწრება და აფასებს, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ჩვენს ეთერში. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ ტელეფონის, სატელეფონო ხაზით დავუკავშირდეთ წლევანდელი პავილიონის კურატორებს, რომლებიც გახლავთ ქალბატონი ნინო მეტრეველი და ბატონი შალვა ხახანაშვილი და მათთან ერთად საუბარში გავარკვევთ ყველაფერს დეტალურად თუ როგორია მზადება გახსნისთვის და რა დეტალები იქნება წამოწეული წინ საქართველოს თანამედროვე და ისტორიული ხელოვნებიდან. ქალბატონ ნინო და ბატონო შალვა, მოგესალმებით, გესმით ჩვენი ხმა? მოგესალმებით, მარიკა, მოგესალმებით. გამარჯობა, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ვიცი რა რეჟიმში ხართ ახლა თქვენ, როგორი საპასუხისმგებლო საქმე გაქვთ წინ, სულ რამდენიმე დღეში გახსნით ოფიციალურად საქართველოს პავილიონს და ჯერ მოდი მზადებით დავიწყოთ. რამდენად მზად არის ყველაფერი იმისთვის, რომ საცა კარს მოგვადგა გახსნის თარიღი უკვე. დიდი მადლობა ჯერთი რომ დაინტერესდით ამ თემით. ჩვენ რა თქმა უნდა ჩამოვედით მზად ვართ უკვე გახსნისთვის, ბოლომდე ჯერ მომზადებული არ არის პავილიონი, იმიტომ რომ რამდენიმე დარბაზი არის აქ, რომელშიც კონცეპტუალურად სხვადასხვანაირად დაეწყო ეს ნამუშევრები და აი ამ ექსპოზიციის პროცესში ვართ. ნაწილი უკვე პავილიონის მზად გვაქვს, მაგრამ ნახევარი კიდევ გასაკეთებელი არის. დიახ, ნამუშევრებით წარმოდგენილი. კი, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. ოფიციალური გახსნა ჩანიშნული არის 9 მაისს, თუმცა მე როგორც ვიცი, ერთი დღით ადრე 8-ში უნდა გაიხსნას ქართული პავილიონი, ხო? დიახ, 9 მაისს ოფიციალური გახსნა არის საერთოდ ბიენალისი, მაგრამ წინა დღეები არის სპეციალური დღეები, სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდიან აქ ხელოვნები, ხელოვნებათმცოდნეები, კურატორები, ხელოვნების მოყვარულები და სპეციალურად მათთვის წინასწარი ჩვენება კეთდება ესეთი და აქედან გამომდინარეა ჩვენი თარიღიც 8 მაისი 4 საათზე გაიხსნება ქართული პავილიონი და 9-ში უკვე ოფიციალურად საერთო ყველასთვის იქნება ღია. გასაგებია. მე თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუს მოვუსმინე, სადაც ამბობთ, რომ აი წინა პერიოდში გაკეთებული რეცენზიებით და მოსამზადებელი სამუშაოებით საქართველოს პავილიონი შეიტანეს ათეულში, რომელიც წელს აუცილებლად უნდა ნახოს მსოფლიოს დამთვალიერებელმა, ვინც ვენეციაში ჩადის. ანუ ეს უკვე რაღაცა კარგი მზაობა და კარგი წინასწარი მესიჯია იმისთვის, რომ მეტი და მეტი ხალხი მოვიდეს საქართველოს სივრცეში, არა? გამარჯობა, დიახ. ჩართვისათვის კი ძალიან სასიამოვნო სურპრიზი დაგვხვდა, საინტერესო იყო რომ ბიენალეს დირექციამ ჩვენი პავილიონი, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი სივრცეა 400 კვადრატული მეტრი იქნება ორ სართულზე განთავსებული და ჯერ უნდა შეაფასეს საერთაშორისო ხასიათი ჩვენი ეროვნული პავილიონის და ასე მოვიფარგლეთ მხოლოდ ქართული საქართველოში მიმდინარე მხატვრული პროცესების წარმოჩენით, არამედ ფაქტიურად ვანახეთ იმ უწყვეტ კულტურულ, სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გზას, რასაც შუა საუკუნეებში კარავანსარაი და აბრეშუმის გზა წარმოადგენდა
ნინო მეტარველი და მე დიდი უკვე ბევრი წლებია მუშაობთ და ჩვენთვის ფაქტობრივად ეს არის ერთობლივი კურატორული საქმიანობის მემკვიდრეობა, რისი კულმინაციაც ხდება ვენეციის ბიენალეზე ასეთი ტიპის საერთაშორისო ტიპის გამოფენის ჩამოტანა და ესე იგი ბიენალეს დირექციამ დაინახა ეს სულისკვეთება, რომ როგორც ეს ფართო შესაძლებლობების დერეფანი ჩვენ არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ ეროვნული პავილიონის ასე ვთქვათ, შიდა საკითხებით, არამედ გავხსენით და აი ამ სრულზე, როდესაც გადმოაბიჯებს ნახველი, ფაქტიურად შემოდის თითქოს მინი საერთაშორისო გამოფენის ჩარჩოებში, რაც არის მაინორკის მინერალურ ტონალობებში ეს არის მთავარი ბიენალეს თემა და ჩვენი საქართველოს პავილიონის თემა, კონცეფცია, თანამედროვე არგონავტები საქართველოს გზაჯვარედინი. ფაქტობრივად ჩვენ შეგვეძლება გვეთქვა, რომ საქართველოს გზაჯვარედინიდან წარმოდგენილი თანამედროვე მხატვრები. ეს არის მისი ტექსტი და კონტექსტი. რომ თანამედროვე მხატვრები წარმოდგენილი ჩვენს პავილიონში გადაიქცევიან იმ არგონავტებად, რომლებიც მესენჯერები არიან, მაცნეები არიან, ატარებენ ინფორმაციას, რომელიც საქართველოსთან გარეთ ევროპაში მოაქვთ და პირიქით ევროპიდან, როდესაც საქართველოში ჩამოვლენ, შემიძლია იმხილოთ, რომ ეს მხატვრები შესაძლებელია საქართველოში ამ წლის ბოლოს, ან მეორე 27 წლის დასაწყისში წარმოვადგინოთ. უი რა კარგი, ანუ ქართველ დამთვალიერებასაც გვექნება საშუალება, რომ მათ უმასპინძლოთ. აი 400 კვადრატული მეტრი, 2 სართული, ძალიან დიდი სივრცეა. რადგან აუდიო ინტერვიუ გვაქვს რთულია ერთის მხრივ და წარმოსახვა ყველაფრის, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება სწორედ წარმოსახვა დაგვეხმაროს იმაში, რომ წარმოვიდგინოთ, აი შემოვიდა დამთვალიერებელი და რას ხედავს თემატურად და ქრონოლოგიურად არის დალაგებული სივრცეები, თქვა ცალკე თანამედროვე მხატვრობა, ცალკე ჩვენი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები, თუ აი რა ხდება, ან მთავარი ფერი რა არის, ამ მთავარი რაღაცა ხაზი როგორ არის აგებული და გადანაწილებული ამ 400 კვადრატულ მეტრზე. მცირე ექსკურსია რო გაგვიკეთოთ აუდიო. კი, ხდები, აი თითქოს წარმოიდგინეთო კარები, ორი კარები, მარცხენა და მარჯვენა, რომელი ხელითაც არ უნდა შეაღოთ მე მარცხენა ხაზს თუ მე მარჯვენა, შემოგზანდებით პავილიონში და ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც შეგხვდებათ ფერადი, ოქროსფერ და შავ-თეთრ ტონებში გადაწყვეტილი უძველესი მე-14-მე-15 საუკუნეების რუკები. ეს იყო მთავარი ჩანაფიქრი ჩვენი, რომ საქართველოს პავილიონში შემოვდივართ იმ ესე იგი ევროპელი მოგზაურების მიერ დანახული საქართველო ამ საერთო სოფლიოს ესე იგი მაპამუნდი გვაქვს წარმოდგენილი ასეთი, რომელიც არის ჰერეფორდის მაპამუნდი ქვია ასეთი. ეს იყო მე-13 საუკუნის რუკა და 1872 წელს არის მისი ლითოგრაფიიდან კოპია გაკეთებული და დაბეჭდილი, რომელიც საქართველოში იმყოფება ეს დედანი და ეროვნულ ბიბლიოთეკას დიდ მადლობას მოვახსენებ, ეგრე ვცდილობ რომ მადლობა არ დავივიწყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა გაწიეს, რომ ეს რუკა და შემდგომ ამისა არის მეორე უნიშნულოვანი რუკა ნიკოლა დე ფერის, რომელიც აზიის დიდი რუკის სახელით არის ცნობილი და 1696 წელს პარიზულ გამოცემამ. და ეს ორი რუკა შეხვდება პირველ ნახვებს. დიახ, და ჯერ დავინახავთ და აღვიქვავთ თუ სად არის საქართველო და სად ვართ. შემდეგ აი ეგ არის, ესე იგი გეოგრაფიულად და ისტორიულად მიუთითებთ თუ სად მდებარეობს. სასაკვირველია ეს არა მხოლოდ ქართველ ნახველზე, არამედ ძირითადად ვენეციელ და ევროპელ როგორც პროფესიონალ, ასევე ხელოვნებით და ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის გადავწყვიტეთ ესეთი მანერა, რომ იცოდნენ უკვე თუ სად შევედით. და შემდეგ იქნება მთავარი ტონები თქვით. იქნება ძირითადად შავ-თეთრი, წითელი, ოქროსფერი, ის იჭრელა იქნება, რაც აბრეშუმის გზას ახასიათებს, მოდით მასე. ხო, რა თქმა უნდა, ეს კულტურათა მიმოცვლა და აბრეშუმის გზით შემოტანილი კულტურა და ადგილზე დახვედრილი კიდევ ჩვენი საკუთრება ინტელექტუალური იქნება თუ ეს ხალხური ტრადიციები, ყველაფერი ერთად რაღაცნაირად მიქსი, ხო? მე იქნება ალისკა ლაუზენის ნამუშევარი, ესეთი ინტერპრეტირებულია გონდოლები. ვენეციაში გონდოლა არავის არ უყვის, სასაკვირველია და მისი სიმბოლოც კი არის, მაგრამ ალისკა ლაუზენის ნამუშევარი არის
ფუნქციონალი რომ წარმოვიდგინოთ. და ეს ნავი ისეთია თითქოს შემოგვაცურებს ქართულ პავილიონში და ეს ფუნქციო როგორ ისეთ ვერ დაჯდებით და ვერ გაისრიალებთ თორემ სიმბოლურად ესე იგი მოგზაურობის იდეას და თვითონ ვენეციას ამითი უკავშირებთ. ერთი იქნება ოქროსფერი, მეორე იქნება წითელი და მესამე იქნება ალუმინისფერი, ვერცხლისფერი. და შემდეგ სართულზე არის სხვადასხვა ტიპის ინსტალაციები, ფოტონამუშევრები, არის ვიდეო ნამუშევრები. ევრამბოსმა მაგალითად გააკეთა ფიროსმანის მიხედვით მისი ნამუშევრებიდან ინსპირაცია მიიღო და გააკეთა ქართული ლეგენდა ფიროსმანი. ესეთი ორიგინალური პატარა მინი ფილმი იქნება წარმოდგენილი. აჰა, რა საინტერესო. მოკლედ ქართველ ისეთ მხატვრებს და ვიზუალურ არტისტებს, ვინც უკვე ისტორიის ნაწილია, რა თქმა უნდა, არ ავწდებით, მაგრამ თქვათ რომ თანამედროვე ხელოვნებაც გვაქვს წარდგენილი. აი ქალბატონ ნინო, თქვენ გნახეთ სანამ გაფრინდებოდით ვენეციაში, იყავით რამდენიმე სხვადასხვა გადაცემაში სტუმრად, მათ შორის ტელეკომპანია იმედის ეთერშიც, ქართველ არტისტებთან ერთად, რომლებიც ამზადებდნენ თავიანთ ნამუშევრებს ამ დიდი გამოფენისთვის და დიდი მასშტაბისთვის. დავასახელოთ ხო ის არტისტები, ვინც წელს მონაწილეობს უშუალოდ ფესტივალზე? აუცილებლად. აი ქართული მხრიდან, საქართველოს მხრიდან წარმოდგენილები არიან მე ჩამოვთვლი ხო მერაბულის კირია, თათია დარჩიაშვილი, კოტე მინდაძე, ნესტან მიქელაძე, მანუჩა როქროსვარიძე, გურამ ნიკოლაძე, გელა პატიაშვილი და მამუკა ცეცხლაძე. ეს არის ქართული მხარის. საერთოდ ყველა მხატვარს ესეთი ეძლევა თანაბარი პირობები, თავისი სუბიექტური, შინაგანი, სამყაროს მხატვრული ინტერპრეტაციისთვის და აი აქ საინტერესო რა არის, იცით რომ აი საინტერესო, აი არის ზუსტად აი მაგალითად გელა პატიაშვილის შემთხვევაში ის ნამუშევარი რაც ვნახეთ, ჩვენ რაც იქნება გამოფენილი საბეჭდი მანქანები, სადაც თითოეულ ღილაკზე არის ქართული ამბანი. აქაც არის ისტორიული ფონი ჩადებული. აი ყველა არტისტი ცდილობს რომ თავის წარდგენილ ნამუშევარში ეს კონცეფცია იყოს გათვალისწინებული ჩვენი ისტორიული მნიშვნელობაც და თან თანამედროვეობა. ანუ ესეა არჩეული? ეხლა ზოგადად გადავწყვეტ რომ პავილიონი ყოფილიყო ესეთი აი როგორც თანამედროვე მუზეუმი ესე წარმოგვედგინა. ამიტომ აქ იმის გარდა რომ თანამედროვე ხელოვნება არის წარმოდგენილი ქართული და უცხოური, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან კონცეპტუალურად. გამოვიყენეთ, დაგვჭირდა და სწორედ ეს რუკები გამოვიყენეთ ალექსანდრე როინაშვილის ფოტოები, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები, რომელიც რაღაცნაირად ერთიანად ავსებს ამ გამოფენას და გვეხმარება ჩვენი კონცეფციის გადმოცემაში. აი ეხლა სწორედ ამაზე ძალიან დიდი მუშაობა მიდის და დიდი ძალისხმევა მე და შალვას მხრიდან, რომ აი ის რაც ჩავიფიქრეთ, რომ მაქსიმალურად ისეთ დონეზე გაკეთდეს ექსპოზიცია, რომ ნახველამდეც მივიდეს ეს ჩვენი ჩანაფიქრი და იდეა. აჰა, ხო და ეფექტი და შთაბეჭდილებაც იყოს თქვენი წარმოდგენის და ჩანაფიქრის შესაბამისი. იცით რა მაინტერესებს ტერიტორიულად ზუსტად სად იქნება ეს საქართველოს პავილიონი, იმიტომ რომ ეს გამოფენა ხო თითქმის მთელი წლის განმავლობაში გრძელდება ნოემბრამდე, როგორც ვიცი და შეიძლება ბევრ ქართველს მოუწიოს წლის განმავლობაში ჩასვლა ვენეციაში, თან ახლა სეზონი მოდის, არდადეგების ტურისტული სეზონი და რომ გაითვალისწინოს, აი საშუალება როგორი იქნება დათვალიერების, სად არის საქართველოს პავილიონი? მისამართის მოძიება მარტივად იქნება შესაძლებელი, რასაკვირველია, ქართული პავილიონის მითითების შემდეგ, მაგრამ გეოგრაფიულად რომ გითხრათ, ეს არის აკადემიის ხიდის მიმდებარე ტერიტორია, იქ არის დიდი მნიშვნელოვანი მუზეუმი, არის რამდენიმე ათეულობით გალერეა და ფონდი. ეს არის უშუალოდ ქალაქ ვენეციის ცენტრალური ნაწილი, ხო, ისტორიული ნაწილი? ცენტრალური სამხრეთი ნაწილი არის, რაც ჩვენთვის დამსწრებელი. ბევრი ფონდები და გალერეებია მოთავსებული და დოსროდუროს რაიონი ქვია. სადაც არის პალაცო გერინი, ასე ქვია. პალაცო გერინი. და დამაყად წარმოდგენილი საქართველო.
დიახ და ყველა მიცის ეს ვენეციაში სავიზიტო ბარათისავით გახდა ერთი დიდი მუზეუმი იქნება. აქედანაც იყო ჩემი ჩანაფიქრი, რომ მუზეუმი როგორც ძველი ფუნქციონალური მუზეუმი, მაგრამ მუზეუმი მაინც უფრო გაყინული, შეჩერებული დროის ადგილია და ჩვენი თანამედროვე მხატვრების მოთავსება შიგნით ამ ქართულ, ასე ვთქვათ, სამუზეუმო, საექსპოზიციო ისტორიულ ნაწილში ეს გააცოცხლებდა და უფრო ახალ ინტერპრეტაციას შეძენდა ქართულ ხელოვნებასა და მის კულტურას. დიახ, ორივესთან მაქვს ესეთი შეკითხვა, ზოგადად ფესტივალის წლევანდელი სათაური და კონცეფცია არის ესეთი მინორულ ტონებში. რამდენად ასახავს ეს სათაური და განმარტება დღევანდელ რეალობას, მსოფლიო რეალობას, სადაც ხელოვნებას აქვს თავისი ადგილი, მაგრამ ზოგადი პროცესები და გლობალური პროცესები არც თუ ისე სამხიარულოა, ხო? იქნება ეს ცხელი წერტილები და სხვა პრობლემები. აი ეს ერთად იგულისხმება, როგორ ფიქრობთ ამ სათაურში? დიახ, აი თუ შეიძლება ჯერ მე გიპასუხებ, და ასრულებს. იცით, ყველას თავისი ინტერპრეტაცია შეუძლია ამ ძალიან ვრცელი და მრავლის მთქმელ და ყოვლის მომცველ კონცეფციას მინორულ ტონებში. მაგრამ ჩემი პირადი, ასე ვთქვათ, როგორც ხელოვნებაცოდნის კურატორის თუ მხატვრის, იმიტომ მე პირველად მხატვარი ვარ და შემდეგ ვარ კურატორი და შემდეგ სხვა ყველაფერი. ჩემი მხატვრული აღქმა ამ პროექტის არის ესეთი, რომ არა ფრაგმენტირებული, დაქსაქსული და დანაცალკევებული სამყარო, არამედ პატარა ნაწილაკებისგან შემდგარი ერთიანი, დიდი, ძლიერი მსოფლიო, რომელიც იქნებოდა ხელოვნებათა გზასაყარი, ადამიანთა დიალოგის ადგილი, კულტურათა დიალოგი. აი ეს არის ფავარი, რომ არა ერთმანეთისგან გაყრა და შორიდან ყურება და იზოლაციონიზმი, არამედ როგორც დერეფანი შუაგნებად თუ ჩრდილოეთ თუ სამხრეთული გეოგრაფიული მაგას მნიშვნელობა არ აქვს, პატარა ნაწილაკები, რომლებიც დიდ ერთობას ქმნიან. ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება ამ საერთო კონცეფციასთან. საინტერესო და გამოგვევი და ის რაც გამოგვევი. საინტერესო ვერსია. ქალბატონ თქვენ როგორ ფოკუსი აქ არის იმაზე, რომ აი ეს გამოფენა მთლიანად აი ეს ბიენალის კონცეფცია რაც იყო, რომ გააცნობიეროს თუ როგორ შეუძლია ხელოვნებას გადარჩენა. აი ეს გულშემატკივრობა რაღაცნაირად განახლება და ყურადღების ცენტრში აი პირდაპირ ესეც ეწერა მიუხედავად სამყაროს გადაღლილობისა რომ მაინც რაღაცა ნიშა რჩება სადაც არის იმედი, სიხარული და განახლება. ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ აი ამ საერთო კონცეფციიდან რამდენიმე ფრაგმენტი ამოვიღეთ და რა თქმა უნდა ჩვენი დამოკიდებულება ვაჩვენეთ, რომელიც კარგად ჯდება და შეესაბამება საერთაშორისო პროექტის ამ ზოგად საერთო სურათს, ისე როგორც ვიზუალურად, ასევე შინაარსობრივად და კონცეპტუალურად. და კიდევ ერთ ვიტყოდი, რომ რასაკვირველია ეს ჩვენი ძალიან პირადული დამოკიდებულება. დასრულებული ვარ, რომ სხვა კურატორი რომ ყოფილიყო, შესაძლებელია უკეთესიც გაეკეთებინა, მაგრამ ის იქნებოდა მათი ხო, რა თქმა უნდა, ეს არის ინდივიდუალური და ხო, ყველას თავის ხედვა აქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ თვითონ 20 წელზე მეტია მე და ნინო მუშაობთ. ჩვენთვის თავარი ამოსავალი პროექტი იყო კარავანსარაი. კარავანსარაის გზა, როგორც ჩვენი ერთობლივი კურატორული საქმიანობის მემკვიდრეობა დასაწყისშიც გითხარით და ჩვენ განაგზოთ ფაქტიურად ერთი და იგივე ფორმატში. საერთაშორისო და ქართული ამ შემთხვევაში ხო ეროვნული, მაგრამ ქართული, იმიტომ რომ ეს საქართველოსდან ვარ და საფრანგეთში ვცხოვრობ და მუშაობ და ნინო თბილისში მუშაობს და საქართველოში. ამიტომ აი ამ ორ პოლუსს ვანახებთ ყოველთვის და გამოგვდის ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა როგორც ქართულ, ასევე მეგობრულ პროფესიონალურ დონეზე. და იცით, ზოგს უკის თუ რატომ და საიდან ეს ჩვენი პროექტი და რატომ იყო ესეთი ორ ნაწილად გაყოფილი ხო თანამედროვე არგონავტების საქართველოს გზაჯვარედი, იმიტომ რომ ამას ვაკეთებთ და ვიცით. დიახ, რა თქმა უნდა და დარწმუნებული იყავით იმაში, რაც იქნებოდა და რასაც შეძლებდით და წარადგენდით. შეიძლება უკეთესად შეიძლებოდა ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ეს ჩვენი ხედვა არის. ჩვენი ხედვა არის ეს, კი ბატონო და აი ახლა უკვე 2 დღეში გამოჩნდება, 2-3 დღეში ასე ვთქვათ, როდესაც გაიხსნება როგორი შეფასებები წამოვა და მე დარწმუნებული ვარ რომ აი საერთო კონტექსტში, იმიტომ რომ ეს მსოფლიოს უდიდესი ბიენალია, საქართველოს ძალიან ღირსეულ, გემოვნებიან და დახვეწილ სიტყვას იტყვის, ამაში დარწმუნებული ვარ. იმედი გვაქვს და მინდა გამოვიყენო საშუალება და მადლობა თქვა კულტურის სამინისტროს მიმართ, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არა მხოლოდ კულტურის სამინისტრო, არამედ სხვა ორგანიზაციებიც, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკა და
ბევრი კიდევ კერძო პირის, ვინც აღმოგვიჩინა დახმარება ჩვენ გვენდნენ, ეს დიდი პატივია და ნამდვილად დიდ მადლობას მოუხდი, იმიტომ რომ ეს მართლა პატივია ეროვნული საქმე წარმოადგინო, შენ განდონ ესეთი საქმე, ამის უბრალოდ არ აღნიშნა, იქნებოდა ჩემი მხრიდან ძალიან უხერხული მომენტი. დიახ, აუცილებლად. შემდეგი ყველა ის ფაქტორი, ვინც ჩვენ გვენდნენ, ვისაც ჩვენ შევთავაზეთ მონაწილეობა, ეს არ ყოფილა ავტომატურად გადაწყვეტილი და მარტივი საქმე. ყველამ წარმოგვიდგინა პროექტი, ბევრმა შეიტანა იმაზე განაცხადი სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საერთო კონკურსზე და ჩვენ მერე ვიმსჯელეთ, გადავწყვიტეთ თუ ვინ, რატომ, როგორ შეიძლებოდა რომ ერთმანეთთან კავშირში ყოფილიყო. დანარჩენი თქვენ როგორც ბრძანეთ, მოგზანდით, გეპატიჟებით, დაათვალიერეთ და საერთაშორისო ისიც ყავდა მრჩევლებიც ყავდა აყვანილი, რომლებიც დაგვეხმარენ აი ამ კონცეფციის დახვეწაში, შესაბამისობაში მოყვანაში და ნამუშევრების შერჩევაში. დიახ, და ძალიან ხშირად არის ის, რომ ეს ისეთი მასშტაბია ვენეციის ბიენალე, რომ თითოეული არტისტისთვის შეიძლება ეს იყოს ძალიან დიდი წარმატების დასაბამი. და სწორედ ამას ვუსურვებ ქართველ არტისტებს, რომლებიც თქვენთან ერთად საქართველოს სახელს წარადგენენ ვენეციის ბიენალეზე. და აბა წარმატებები ახლა თქვენ, სულ რამდენიმე დღე დარჩა და იმედი მაქვს, რომ ღირსეულად გაიხსნება ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე. დიდი მადლობა, წარმატებას ვუსურვებ მონაწილე მხატვრებს, ჩვენ თავს პირველ მე და წარმატება გქონდეს და სრულიად საქართველოს ვუსურვებ წარმატებას. წარმატებები და დიდი მადლობა ჩვენი სატელეფონო ჩართისთვის, მადლობა რომ დრო გამონახეთ და პირდაპირ ეთერში რადიო მსმენელებს აღუწერეთ ის თუ რა ხდება ახლა ვენეციაში და როგორი იქნება საქართველოს პავილიონი. მადლობა და გემშვიდობებით, დიდი მადლობა ჩართვისთვის. ნახვამდის მე ჩვენ მსმენელებს შევახსენებ, რომ ჩვენ სატელეფონო ხაზზე ჩვენი სტუმრები გახდნენ ბატონი შალვა ხახანაშვილი და ქალბატონი ნინო მეტრეველი, რომლებიც წელსალიან საქართველოს პავილიონის კურატორები ვენეციის ბიენალეზე. ოფიციალურად 9 მაისს გაიხსნება 61 ბიენალე, სადაც საქართველოს პავილიონი იქნება წარმოდგენილი ისეთი დახვეწილი, მასშტაბური და საინტერესო კონცეფციით, ასე რომ წლის განმავლობაში თუ მოგიწევთ ვენეციაში ჩასვლა, ეს გამოფენა გახსნილი არის თვეების განმავლობაში და შეგიძლიათ რომ საქართველოს სახელით იპოვოთ და უშუალოდ გახდეთ ამ ბიენალეს მონაწილე. ჩვენი ეთერი ამ ეტაპზე სრულდება, სატელეფონო ჩართვაც დასრულებულია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, რა თქმა უნდა დარჩეთ რადიო იმედის ტალღაზე, ეს არის FM 105.9. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.